ამერიკაში უმაღლეს დონეზე დაიწყეს საუბარი უცხოპლანეტელებზე. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სააგენტოს დაზვერვის ხელმძღვანელმა ევრინ ჰეინესმა აღიარა, რომ ამ უცნობი საჰაერო ფენომენები შესაძლოა არამიწიერი წარმოშობის იყოს. იმის გამო, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხები ერთ-ერთი მთავარია, ხოლო მასობრივი საზოგადოებრივი პანიკის აღკვეთა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, სწორედ ამის გამო უჭირთ ალბათ საიდუმლო ინფორმაციის მფლობელებს ნაბიჯის გადადგმა და საზოგადოებისათვის სიმართლის გამხელა. ჰეინესმა წამოაყენა წინადადება შეისწავლონ სპეციალური დანაყოფის შექმნის საკითხი, რომლის მთავარი ამოცანა ამ უცნობი ფრინავი ობიექტების შესწავლა იქნება. ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ფაქტობრივად იგი გვთავაზობს განახლოს ცნობილი ლურჯი წიგნის მსგავსი პროექტი, რომლის ლიკვიდაციაც 1969 წელს უცნობი მიზეზების გამო მოხდა.